მოდით გადავხედოთ ესაიას 33 თავს, რათა დავინახოთ, რამდენად მნიშვნელოვანია დღესასწაულების დაცვა. როდესაც მე-20 მუხლს კითხულობ, რისკენ არის ის, რომ შეხედოთ იმ ადგილს, სადაც დღესასწაულები ინახება, სიონი ჰქვია, არა? შეხედე სიონს, ჩვენი შეკრების ქალაქს. შენი თვალები იხილავენ იერუსალიმს, შვიდ სავანეს, შეუძვრელ კარავს, მისი პალოები არ მოირყევა არასოდეს და მისი არც ერთი საბელი არ გაწყდება. რადგან იქ იქნება უფალი. სად არის უფალი? ის სიონშია. სიონი არის ადგილი, სადაც ღმერთი მკვიდრობს. რადგან იქ იქნება უფალი ძალა ჩვენთვის, ფართო მდინარეთა და ტბათა ადგილი, სადაც ნიჩბიანი ხომალდი არ შევა და დიდი გემი არ გაივლის მასში. რადგან უფალია ჩვენი მსაჯული, უფალია ჩვენი რჯულმდებელი, უფალია ჩვენი მეფე, ის გვიხსნის. აქ ბიბლია ამბობს, ის გვიხსნის, რაც ნიშნავს, რომ ღმერთი გადაარჩენს ხალხს, ვინც დღესასწაულებს იცავს, რომლებსაც აქ ჩვენ უწოდებენ. მუხლი 23. მოეშვა შენი საბელები ვერ აკავებენ თავიანთი ანძის საყრდენს, აფრას ვერ ჭიმავენ. მაშინ განაწილდება დიდი ნადავლი, ხეიბარნიც დაიწყებენ ძარცვას. და არ იტყვის მკვიდრი, ავადავა ხალხს, მასში მცხოვრებს. სად მკვიდრობენ ეს ხალხი? სიონში მცხოვრებთა ცოდვები მიეტევება. ეს არ ნიშნავს ცოდვათა მიტევებას? ბიბლია ამბობს, რომ ხსნის მადლი და ცოდვათა მიტევების მადლი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ღვთისგან, მინიჭებულია სიონში. ამრიგად, რამდენად მნიშვნელოვანია სიონი? მაშინ, რა ადგილს ქვია სიონი? იმ ადგილს, სადაც დღესასწაულები ინახება, სიონს უწოდებენ. მერე ვისი მიერ შეიქმნა სიონი? მოდით მივმართოთ ფსალმუნის 101 თავს. ფსალმუნი მე-100 და 1 მუხლი მე-17. მე-17 ფსალმუნის მე-100 და 1 მუხლში ნათქვამია, რადგან აღაშენებს უფალი სიონს. რას აღადგენს იგი? ვინ არის ის, ვინც აღაშენებს სიონს? ბიბლია ამბობს, რომ ღმერთი აღაშენებს სიონს. მაშ, რა უნდა იყოს საჭირო სიონის დასამყარებლად, რომელსაც ღმერთი აღაშენებს? უნდა იყოს დღესასწაულები და უნდა იყოს ხალხი, ვინც მათ იცავს. მაშ, რას ამბობს ბიბლია იმ ადგილის შესახებ, სადაც იკრიბებიან ხალხი, ვინც დღესასწაულებს იცავს? მას სიონი ჰქვია. რადგან აღაშენებს უფალი სიონს, გამოცხადდება თავისი ღირსებით.